საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. საღამო მშვიდობის ბატონ მიხეილ. მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. მოგესალმებით ბატონ დავით, მესალმე მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. საღამო მშვიდობის. თემა შეგვიძლია დავიწყოთ ასე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი აკეთებს განცხადებას, რომ დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციისთვის და ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო. ანუ კონკრეტულად საქართველოზე აქ მინიშნება გალუზინს. იქ დღეს ასევე გავრცელდა მეორე მინისტრის მოადგილის განცხადებაც, უბრალოდ ის ეხება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას და უკრაინის ომს. რიაპკოვზეა საუბარი, მაგრამ ჩვენ დავიწყოთ განხილვა ამ გალუზინის განცხადებით, რატომ მაინც და მაინც საქართველო და ანუ კავკასია გასაგებია. როგორც ჩანს, რუსეთში აქვთ ყველა ის მონაცემები, როგორ ცდილობს დასავლეთი, რომ გააღვივოს აქ დაძაბულობა უშუალოდ საქართველოში. პრინციპში ჩვენ ვაკვირდებით ამას უკვე რამდენიმე თვეა, არ წყდება ეს მცდელობები. ბატონ მიხეილ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი შეიძლება იყოს კიდე საჭირო დასავლეთისთვის, რომ აი ასეთი მდგომარეობა გაგრძელდეს? რა მოლოდინებია ამასთან დაკავშირებით? მოვდავით დაახლოებით 3 დღის წინ კურსკის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში იყო ნაპოვნი 22 ხეთსურად მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის გვამი. და ამის შესახებ ჩვენმა საერთაშორისო დებმა ბატონმა მამუკა ფიფიამ გააკეთა რამდენიმე ინტერვიუ და ეხლაც რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ რუსულ მედიას მისცა კომენტარი, რომ ეს არის დასადგენია ჯერ იქ ბრძოლებია და სავარაუდოდ საგრუნზებულო მუშაობა რუსეთის საგრუნზებულო კომიტეტს შეიძლება ვერ შეძლო, მაგრამ დასადგენია ეს მართლა არის დატოვებული, მართლა ქართველები მონაწილეობდნენ ჩვენ და საუბედუროდ და სამწუხაროდ, თუ ეს არის პროვოკაცია, რომელმაც უნდა გამოიწვიოს რუსეთის მოსახლეობის და გარკვეული იმ ხალხის აღშფოთება, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მაგრამ იქ ამშობლობა იქ ცხოვრობენ თუ არ ცხოვრობენ 22 ადამიანი, მათ შორის ხანდაზმული ქალბატონები იყვნენ მხეცურად მოკლული. ანუ ეს ერთი და იგივე თემაში შეგვიძლია განვიხილოთ. დარწმუნებულია რუსეთის ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს, როგორც ჩვენ სპეცსამსახურებს, ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს ამის შესახებ. და მსგავსი განცხადებები არ კეთდება შემთხვევით. ეს არის პრევენცია, გარკვეული პრევენცია, გარკვეული გაფრთხილება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს ხელისუფლების და ღმადავარ დარწმუნებული, რომ მსგავსი პროვოკაციები კიდე იქნება. ჩვენ პროვოკაციის ელფერი ნამდვილად აქვს. კი, ანუ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ეს იყო პროვოკაცია მოწყობილი უკრაინული სპეცსამსახურების მიერ. დასავლეთის დავალებით, აი აქ მივიდეთ ახლა დასავლეთის დავალებით, თუ ეს იყო მართლა ჩვენი ქართული ლეგიონის წარმომადგენლები იქ იყვნენ და ეს დროშა დარჩა თუ დატოვეს. ნიშნად რომ ქართველებიც იღებენ ამაში მონაწილეობას. ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა, რომელიც შედეგადაც რუსეთის მოსახლეობას და რუსეთის ხელისუფლების თმენის გარკვეული ვოტუმის არსებობს, რის შედეგადაც შეუძლიათ მოსახლეობის ზეწოლის შედეგად რაღაცა ისეთი განცხადებები არ გააკეთოს ხელისუფლებამ რუსეთისაც ჩვენთვის არ არის სასიამოვნო გააკეთოს პროსტო და ჩვენც არ იქნება არასასიამოვნო. აქედან გამომდინარე ზეწოლა გაგრძელდება და მით უმეტეს ეს იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება აბსოლუტურად მიდის შტატების პერეფორმატირებაზე. ანუ ის პროცესები, რომელსაც ჩვენ დღეს აქ ხედავთ, არის საკმაოდ რადიკალური ნაბიჯები, რომელიც მე მახსენებს საბჭოთა კავშირის პერესტროიკას, დავარქვათ ესე. ხა, ნამდვილად არ მინდა პერესტროიკა როგორ დამთავრდა, ამერიკის შეერთებული შტატების ბედიც ესე დასრულდეს, თუმცა შევახსენებ მაყურებელს, რომ პერესტროიკა არ იყო იმისთვის თავიდან ეს გეგმა, პერესტროიკის გეგმა არ იყო იმისთვის, საბჭოთა კავშირი დაშლილიყო. საჭირო იყო სახეცვლილება, მაგრამ ნუ ერთ პროცესები გაიქცა და ჩვენ უნდა დაუბრუნდებით ამ თემას, დაუბრუნდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუ იქ მოხდა უმართავი პროცესები, ეს მთელ მსოფლიოს საკმაოდ სერიოზულად დაარტყავს და ჩვენ ხედავთ იმ რადიკალურ ნაბიჯებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, აი USAID მაგალითად, ეს არის ნათელი მაგალითი, როდესაც
მთლიანად ტრამპის ადმინისტრაცია პრეზიდენტის თამადობით ისეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს USA-თან დაკავშირებით, რომ არც ერთ ჩვენთაგანს, არც ერთ ქართულ ოპოზიციურ პარტიას, თუ პრორუსულია, თუ პროდასავლური, თუ პროლიბერალი, თუ დემოკრატი, ამ მსგავსი არ გაუკეთებიათ. კენედი, რომელიც დაინიშნოს მინისტრად განათლების, მან თქვა, რომ USAID მონაწილეობდა იანუკოვიჩის ჩამოგდებაში. მრავალი ქვეყნის ლიდერმა უკვე სადაც იყო მცდელობა ფერადი რევოლუციების მსგავსი განცხადებები გააკეთა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა საქართველოშიც ეს მონსტრი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია შემოსულია და რომელიც პრაქტიკულად ყველა იმ პროექტს აფინანსებს, რომელიც არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული. ანუ რა ხდება დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და რატო გადავედი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებზე? აი ამ ფონზე აი ზალების ნარჩენები ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქაც სწავლენ ყველა ნაბიჯზე. ნებისმიერ გამწვავებაზე სწავლენ. ეს არის მათი ბოლო კუდის მოქნება და ამიტომ პრევენციაც იყო გაკეთებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ჩვენი ხელისუფლებაც, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრ ზომებს იყენებს სერიოზულად. მოკიდა ხელი ახლა საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას და ვისურვებდი რომ ასე გაგრძელდეს. ეს დაგვიანებულია. ჩვენ გადაცემამდე საუბრობდით, ჩვენ რაღაცა უკან ვიყვებით პროცესებს. ნუ ჯობია უკან ვიყვეთ, ვიდრე საერთოდ გავჩერდეთ. დაწევობან ასე ძახიან. დაგანიალაჭკი. ხო, ამ მდგომარეობაში ვარ და მე იმედი მაქვს რომ რაღაცა არ მოგვიწევს იმის გაკეთება, რაც იძულებული და ფორს-მაჟორში ვიქნებით. ჩვენ ყოველთვის ბოლო 35 წლის განმავლობაში ნებისმიერი გადაწყვეტილება იყო ფორს-მაჟორული. ანუ აი ველოდებოდით რაღაცას, იქნება ესე მოხდეს, იქნება ასე მოხდეს, მაგრამ არა, მაინც ისე ხდებოდა, რომ ჩვენ გვიწევდა დანაკარგებით გამოსვლა. და ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილებები და ის რომ ჩვენ უნდა ერთი რამ გავიგო და მსოფლიო ამას ხვდება და ჩვენც ხვდებით მე მგონი საღათ მოაზროვნე ხალხი რომ ეს მსოფლიო რაც აქამდე იყო დასრულებულია. ეხლა იწყება ახალი მსოფლიო და ამ ახალ მსოფლიოს ტრამპის ამ ახალ ადმინისტრაციას და ახალ მმართველობას ჩემი ღმერთწმენით და ჩვენი კოლეგების და პარტნიორების ღმერთწმენით აღარ ჭირდება აი ეს მონსტრი მექანიზმები რომელსაც თავისთავი ამოწურა. თავისთავი ამოწურა და ორგანიზაციულად ისინი და ტლანქები გახდნენ და იმდენად ორიენტირებული ისეთ რა გამახსენდა ახლა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გამოფიტვის ერთ-ერთი გარდა მექტამეობის და უბედურების რომელიც 70-იან წლებში განსაკუთრებით გაიფურჩნა ცეხავიკების საქმეები მექტამეობა კაცი თამს თუ არ იღებდა ამბობდნენ ადგილს აფუჭებსო და აგდებდნენ ეს ზევიდან მოდიოდა თუ გინდა ქვეყანა გარყვნა უნდა მექტამეობა, მრუშობა და ასე შემდეგ, ხო და მივიღეთ ისაც მივიღეთ, ხო? ეს იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით იგივე პროცესია დაწყებული. მათ უნდა შეცვალონ მექანიზმი და აი რატო გამახსენდა საბჭოთა კავშირის პერიოდი, საბჭოთა კავშირი ინახავდა აფრიკის რამდენიმე ათეულ ქვეყანას. ყოველ დღეს 3-4 რეისი მიფრინავდა ყველაზე დიდი 66-ია თუ 68 აღარ მახსოვს 62 ბოდიში სატვირთო ანუ აი 76-ია ხო ანუ ამ მნიშვნელობა აქვს იქ ვიეტნამი იქ კორეა იქ ის ანუ პრაქტიკულად საბჭოთა კავშირი მოდებული იყო მთელ მსოფლიოს და აი ამ შიდა პრობლემებმა იმ შიდა პრობლემა რომელიც დაიწყო თქვა 56-59 წლიდან და როდესაც დაიწყო სტალინის გვარდიის გამოყრა ცეკადან და სტრუქტურებიდან მოუტანა ეს რომ ვეღარ გაუძლო სისტემამ ვერ გაუძლო ეკონომიკამ ვერ გაუძლო და მე ესე ვხედავ ანალოგიური შეიძლება 1000-ზე მეტი ბაზა ქონდეს 1000-ზე მეტი ბაზა მარტო ახლო აღმოსავლეთში ხო და ახლო აზიაში წინა აზიაში ხო ნუ ამ ხელა მონსტრის შენახვა როდესაც სოფლიო ეკონომიკა შეცვლილია ისიც ვეღარ გაუძლებს ამიტომ ჩვენ გვაქვს ესეთი მოცემულობა ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი ეკონომიკა უნდა ჩაიკეტოს ამ ეტაპზე როგორც ტრამპი ამბობს მაგრამ ამას ჭირდება რესურსი, ამას ჭირდება ენერგეტიკა, ამას ჭირდება გასაღების ბაზრები, რომელიც დასაბრუნებელი აქვს და რაც თავარია. ნახეთ, ვინ ჩაუყანა მასკი არის ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, დამანგრეველი, ხო? მასკის ბაგეებით ახმოვანებს იმას, რაც თავად სურს. ნუ ასეთი დასკვნა შეიძლება გააკეთოს. როდესაც იმის არჩევნები იყო, რა ქვია, ბაიდენის კარგად მახსოვს რა. თუ ბაიდენს აირჩევენო ამერიკის შეერთებული შტატების ფერისცვალება, ასე ვთქვათ,
მოხდება ნელ-ნელაო და თუ ტრამპს აირჩევენ, ეს რამდენიმე წელიწადში მოხდებაო, 2-3 წელიწადშიო. აი ზუსტად ჩვენ ახლა ამ პროცესს უყურებთ, როცა ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად იცვლება და ამ შემთხვევაში საქართველოს და კავკასია რა მდგომარეობაშია. აი ეს ცრუ დაპირებები, რომლებიც დღეს აქვს ოპოზიციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიგვატოვებს, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით არის. ბოლო პერიოდში მე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის არამენაირ განცხადება არ გვინახია. მთელი აი ეს სიმძიმის ცენტრი გადაიტანეს ევროპაზე, ხო? და რამშტაინი იმართება 2 დღეში მე მგონი. რამშტაინი სადაც ჩადის ამერიკის ახალი თავდაცვის მინისტრი და ევროპა იქნება ის გამწევი ძალა, რომელიც უნდა ჩაერთოს ახლა წინა მოსამზადებელ სამუშაოებში. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ამით თუ მართლაც ასე მოხდა, ტრამპის ადმინისტრაცია ევროპის ჩამოშლაზე უფრო ზრუნავს? არა მარტო ტრამპის ადმინისტრაცია, რუსეთის ადმინისტრაციაც. ანუ ვლადიმერ პუტინის მე არ მინდა ახლა თქვა, რომ ეს თავიდან მოლაპარაკებული იკვეთება ეს მომენტი. რომ იძახნენ ჩვენი გენერლები, პოლიტიკოსები, რომ რუსეთი აგებს, უსტენოგა წააგო. დღესასურათი გვაქვს პრაქტიკულად ევროპის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ვერ დაიქოქა ბოდიში ამ გამოთქმაზე. ამის ფონზე არის საკმაოდ მაღალი ტემპებით ამუშავებული რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. ამის ფონზე მოხდა ასობით საწარმოს, დიდი საწარმოს დეპრივატიზაცია, ანუ ნაციონალიზაცია, რომელშიც არ იყო ესეთ ვერ მუშაობდა ისე როგორც საჭირო იყო. და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ასევე VPK-ს სამხედრო კომპლექსის გაზრდილება და შემოსავალიც შევიდა ამ ორმა სტრატეგიულად პარტნიორი დავარქვა თუ მასტაბილიზებულმა ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ევროპა მიიყვანა სამხედრო დემილიტარიზაცია უკვე ჩატარებულია, ეხლა იწყება ეკონომიკური, რომელიც დაწყებულია. და ვინც ახლა გერმანიაში და დასავლეთში ცხოვრობს, ყველა ხვდება ევროპაში, უბრალოდ რა მდგომარეობაში არიან, ხო? ახალი სურათი გვექნება უკრაინა. უკრაინის ყოველი ახალი დღე არის უკრაინისთვის ტერიტორიების დათმობა. აი მაპატიეთ ელვას უყურებ, ხო, თან ჰედლაინია, რომ კიევი კარგავს ტერიტორიებს პიარისა და ესეთი ზაციკლინასიო წერია რა. ჩაციკლულები არიან პიარზე, აი ამის გამო დასავლურ მედიას ეყრდნობიან, რუსულ საიტზეა, თუმცა ეს სახელმწიფოსთან ასოცირებული საიტია და ასეთი ჰედლაინია. ანუ დღეს იყო ინფორმაცია გავრცელებული იმის შესახებ, რომ 4 მიმართულებით აი ამ 4 მიერთებულ ტერიტორიაზე ჩამონათვალიც იყო სად რამდენი მებრძოლი დაკარგა უკრაინამ. ანუ დაწყებული 146 კაცი იყო თუ არ მეშლება, დამთავრებული 300 კაცამდე. ანუ წარმოიდგინეთ. დღეში კარგავს დაახლოებით 3-4 ასეულს უკრაინა. ეს არის ძალიან დიდი ციფრი. ეს ციფრი გაიზრდება ხა ჩვენ სამხედროები არა ვართ. ხოლ ბატონი გურამი ეყოლება ბატონ მერაბს და ალბათ ამ თემას უფრო განიხილავენ. ეს ციფრი კიდე გაიზრდება. გაიზრდება იმიტომ, რომ უკრაინელებმა დაინახეს, რომ მათი პატრონი აღარ არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის შეერთებული შტატები არავის პატრონი არ არის, ბატონო დავით. საკუთარი თავის პატრონის ვერ გახდა. ანუ ბოლო 40 წელმა აჩვენა ამერიკის შეერთებული შტატების უკუსლა როგორც ეკონომიკური ჰეგემონის. ზელენსკიმ რა მოითხოვა? დამიბურეთ ბირთვული იარაღიო. ანუ ამ დონეზეა მისული და ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც 50-იანი წლების დასაწყისში 40-იანების ბოლოს 51 წელს მე შეპეს 50% აწარმოებდა მსოფლიოსი. დღეს აწარმოებს 16%. წარმოიდგინეთ რა ხელა ვარდნაა? თითქმის 4-ჯერაა დავარდნილი, 3-ჯერ მინიმუმ დავარდნილია, ხო? ანუ აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიის შენარჩუნებაზეა ხა ტრამპი გადასული. უბრალოდ დრო არ აქვს. მან მისი ერთი ვადა კიდე რომელიც აქვს ახლა ეს 20 წლიანი, ან მოასწრებს ამას, ან ვერ მოასწრებს. რუსულთან ნახრაპამ, აი პირდაპირ ეძგერა ყოველ ЦРУ-ს შეუჩერა ფუნქციონირება. ანუ ისეთ რამეებს აკეთებს, რომელიც აი საბჭოთა კავშირის პერესტროიკის დროს დაიწყო გარბაჩოვმა. მაგრამ ეს ამოცანა, რაც ახლა ტრამპს აქვს, ეს მსოფლიოს გავლილი აქვს საბჭოთა კავშირის მაგალითზე. მე იმედი მაქვს, რომ ცოტა უფრო ცივილურად მოახდენენ. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების
ჩვენთან მეგობრობას რამდენი წელია ახლა დღეს ვკითხულობდი კაი სიუჟეტი ვნახე რა 16 წელია სტრატეგიული პარტნიორები ვართ 33 წელია პარტნიორები ვართ სავიზო რეჟიმი ძალიან ბევრი აფრიკის ქვეყნებზე უფრო კაცრი გვაქვს პირდაპირ ფრენები არ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა არ გვაქვს ანუ არაფერი არ გვაქვს ის რასაც შენი სტრატეგიული პარტნიორი უნდა მოგცეს ხო იმაზე აღარ ვსაუბრობთ ბევრჯერ გვითხოვს რომ ამერიკის შეერთებულ შტატმა ვერ მოახერხა საქართველოს დაცვა შეუცად ჩემი სტრატეგიული მეგობარი ხარ შეუნდა მე დამიცვა ყველა შენი ჩემი მეზობლისგან ან უნდა მომცენება იმ ჩემ მეზობლს დაველაპარაკო და არ გქონდეს დაძაბული მაგის უფლებაც არ აქვს ანუ ბოლომდე უნდათ რომ შეგვალეწონ და სწორედ აი ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების განცხადება სწორედ ეს არის რა სურათი უნდა მივიღოთ ჩვენ უახლოეს პერიოდში ან საქართველოს ხელისუფლებამ უნდა საბოლოოდ ჩაჭრას ყველა ურთიერთობა ოღონდ მოლაპარაკების გზით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეხლა ტრამპთან შეიძლება ამაზე ლაპარაკი თუმცა ტრამპი ეს ვინმეს რო გონია ტრამპი ან ესა პუტინის მეგობარია ან ჩვენი ხელისუფლების მეგობარია ან ოპოზიციის მეგობარია ტრამპი არის საკუთარი ჯიბის და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და ესე უნდა მოიქცეს ასე უნდა მოიქცეს გავიხსენოთ ვიზიტი ისრაელის ის გეგმა რაც იყო დაწერილი ისრაელზე გადაავადებია ბევრი მიზეზის გამო ღმერთმა მშვიდობი დაამყაროს და მშვიდობა იყოს ისრაელში მაგრამ ის თქვენ ხო კარგად იცით რომ შეიჭრენ ისრაელის ტერიტორიას და ხაზგასმულად ხოცავდნენ ბავშვებს და ქალებს და მერე ტყვეები აიყვანეს და რამდენი ხანი გრძელდება ეს ამბავი ხო ღაზა სექტორზე გვაქვს საუბარი ანუ რაღაცა სცენარი იყო და ამ სცენარიდან ყველაფერი ეს უფრო თვალნათლი ვიკვეთება რომ ეს იყო სცენარი ანუ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს თუ მოხდა ასეთი რამე რომ ეს ტერორისტები პალესტინელები შეიჭრენ ჰამასის და აიყვანეს ეს ებრაელი მძევლები მერე მოხდა გაუთოვება ღაზაში ბაიდენი აღარ არის მეტნაკლებად იქ დაიწყეს მოლაპარაკებებზე საუბარი ჰამასსა და ისრაელს შორის ნუ მანამდე ისრაელმა მოსადმა მოახერხა ლიკვიდაცია არაერთი ლიდერის ჰამასის ლიდერის და დღეს სადავართ ტრამპი გამოდის და ამბობს რომ მე ღაზა მინდა ვიყიდო საერთოდ ჩემი მინდა გავხადო თან ესეთი თადარიგიც დაიჭირა რაღაც ნაწილს გვერდზე მეზობელ ქვეყნებს გადაუნაწილებ მოვიწვევ და მიხედონო ააშენონო და ამჟამად ღაზა არ ექვემდებარება საერთოდ აღდგენასო თუ კი იქ ვინმე დარჩა წავიდნენ გადასახლდნენ გაუშვებთ იმ ქვეყნებში ჩასახლდნენ ანუ ეს რაზე მიუთითებს აი წარმოიდგინეთ მანამდე როგორ უცებ მოხდა სირიიდან თქვათ პირდაპირ ნუ ასადის რეჟიმი ბაბუა მისით დაწყებული ჯერ კიდე საბჭოთა დროს რუსეთზე იყვნენ ჩამოკიდებულები ხო იმ რავალთვიანი ომის და ჩვენ ისიც გვახსოვს რუსული ავიაცია როგორ ამუშავებდა ამ ქალაქებს სირიის ქალაქებს როდესაც ებრძოდა ამ ბოევიკებს და მებრძოლებს და იქ ასევე უამრავი სპეცსამსახური იყო ჩართული რომლებსაც ცენტრალური ოფისი მონიტორინგის სირიაში მიმდინარე ამბების არც მეტი არც ნაკლები ლონდონში ქონდა ანუ ბრიტანეთში ხო და ახლა რას ვიღებთ ჩვენ რომ სირიაში წამის 1000-ში ასე ვთქვათ ხო შეიცვალა ხელისუფლება ახლა ტრამპი ამბობს რომ ღაზა უნდა ვიყიდო აი გეოგრაფიას რო დავხედოთ ეს არის ძალიან დიდი არეალი შტატების შემდგომი ნაბიჯისთვის შემდგომი მოქმედებებისთვის გლობალურ არენაზე და ეს რაზე მიუთითებს რომ როგორც ჩანს ეს იყო გეგმის ნაწილი აქ საბოლოო თქვენი თქმის არ იყოს მართლაც როგორც ჩანს ევროპასაც ახლა ყველანაირად რომ ცდილობენ ჯერ 2%-დან 5%-მდე გაუზარდოს თქვა კონტრიბუცია ნატოში ახლა უწესებს გადასახადებს კანადას, მექსიკას და ბრაზილიას და პატარა ციფრი არ არის 25%-იანს. ეს ნიშნავს რომ ევროპა აღმოჩნდება ისედაც რეცესიაა და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება და აი იმის თქმა მინდა რომ როგორც თქვენ ბრძანებთ არ არის გამორიცხული მართლა ახალი შეხვედრა ელბაზე გაიმართოს შტატებსა და რუსეთს შორის. როგორც ჩანს რაღაც არხებით მიმდინარეობს მართლაც მოლაპარაკებები მათ შორის და არც უარ ყოფენ არც ერთი მხარე. მომდავით, სოფლიო რამდენიმე წლის წინ დადგა გლობალური კატასტროფის წინაშე. ანუ კაცობრიობის ყოფნა არ ყოფნის
საკითხი დაისვა და ამერიკის შეერთებული შტატები იძულებული გახადეს თუ გახდა დავანებოთ თავი ნუჩავეძიებით ამ დეტალებს რომ დაეთმო ხელისუფლება ანუ მან უნდა გაუყოს ხელისუფლება არა მარტო რუსეთს ახლა ჩვენ ნუ დაგვაბრალები იმას ყველაფერი რუსეთზე გვა გადასული რუსეთს თავისი პრობლემები ჰქონდა 93 წელს კონსტიტუცია დაუწერეს ამერიკელებმა სადაც სუვერენიტეტი იყო ნოლსქვებით რუსეთის სუვერენიტეტი ხო ამერიკის შეერთებული შტატები უნდა გადაუნაწილოს რამდენიმე მიკრო თუ მაკრო რეგიონი ალბათ მაკრო რეგიონზეა საუბარი შეიქმნება სადაც იქნება ერთმანეთთან მეზობლების ურთიერთობა არ შეიძლება შენ 10000 8000 კილომეტრის იქით შენი ინტერესები ატარო ფიზიკურად ამას ვერ შეძლებ იმპერია ამას ვერ შეძლებს ვერ შეძლო საბჭოთა კავშირის სოციალისტურ ყაიდაზე აწყობილმა იმპერია ამას გაძღოლოდა და ამისთვის გაეძლო. მით უმეტეს ის რასაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვხედავთ, ხო? დოლარის დედოლარიზაცია ყველა უნდა როცა ერთ ქალაქში ერთი ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე მდიდარი, ყველა მის წინააღმდეგ არის. აი, ბანუდავით, ავიღოთ ერთი დიდი ოთახი 1000 კვადრატულიანი და ერთი 10 ოჯახისთვის დაუშვათ. ანუ 8 ოჯახისთვის და ყველა ოღონ ერთი სივრცე. და ყველა ეს 8 ოჯახი შეუშვათ ამ სივრცეში. იყოს ოქროს ბაბადეთ უნიტაზი, ოქროს ხელსაბანი, ყველაფერი. პირველი მოთხოვნის საგანი რა გახდება? ალბათ უმეტყვით. $1 ნაჭერი, რომლითაც ყველა ოჯახი მოახდენს იზოლირებას. რო ერთმანეთს არ უყურონ, როცა რაღაცას, ასე ვთქვათ, ისრებებს აკეთებენ, რაც ხომ არ დაინახოს. ანუ რაც არ უნდა სიმდიდრე გქონდეს შენ, რაც არ უნდა ფუფუნებაში იყო, შენ გჭირდება საკუთარი ოჯახის მიხედვა ადამიანს. საკუთარ ოჯახში ყოფნა და არა აი ეს მაპატიეთ გაშლის სივრცეში. სადაც ყველა ერთმანეთს უყურებს და ყველა ჩვენი ერთ დღეს მაინც ჩაიკეტება. ჩაკეტვა არ იყო სტალინის თვითმიზანი. ჩაკეტვა იყო აუცილებელი მოცემულობა ჩვენ 30-იან წლებში არ გოსულა წაგვიკითხავს და გვინახავს ხო ინდუსტრიალიზაცია რო დაიწყო ინდუსტრიალიზაცია ზუსტად იმ ხელ აგენტურა შემოყვა რა აგენტურაც 90-იანებში შემოვიდა საბჭოთა კავშირში ეს აგენტურა როგორ დღეს ვყავს ჩვენ ლიბერალური ოპოზიცია მოწამლული არაფერი არ შეცვლილა როგორც იყვნენ 30-იან წლებში ტროცკისტები და როგორც იყვნენ 21 წლისთვის და მე-20 საუკუნის დასაწყისში აი ეს ტვინ გაღუნული ქართველები ანალოგიური ტვინ გაღუნული ქართველები არიან მე შემიძლია ოჯახების მაგალითზე გითხრათ აი იმ ტროცკისტების შვილიშვილები და შვილთაშვილები რომლებიც ზუსტად იგივეს ამბობენ აი ერთი ამბობენ მე საბჭოთა კავშირი აი ხელოვანებიც კიდე ხელოვანი ესენი ერთი ბუდიდან არიან გამოსულები მათი აი ნებისმიერი ოჯახი აიღეთ ჩვენ ყველა გავიზარდეთ ოჯახში ხო ჩვენი ოჯახის დაღი ყველასა გვაქვს მე რასაც უსმენდი როგორც უყო თქვენ სადაც გაიზარდეთ ბევრჯერ ბაბუ აგიხსენებიათ მე ბებიას ვახსენებ ჩვენ გავიზარდეთ რაღაც გარკვეულ პარადიგმაში რაღაც ღირებულებებში მოგწონდა ვიღაცას არ მოწონს მე არ მომწონს იმას არ მოწონს ჩემი მაგრამ ისტორიამ რა გვაჩვენა თურმე სტალინის ეკონომიკა და სოციალიზმი ყოფილა გაცილებით ეფექტური და ადამიანზე მორგებული არა აი კიდე ერთხელ ვამბობ რა კომუნისტების დროსო ვოლგას ვერ იყიდიდიო ბიჭო რატო უნდა იყიდო ვოლგა როცა შეგელო გიყიდა 0.6 0.0 თუ როგორც იყო ხო და გევლო შენ თუ ეს ვოლგით თვით დამკვიდრების მანია არა გაქვს ვოლგა იყიდებოდა ბატონო დავით აკადემიკოსი მუშა კოლმეურნე ჩვენივრად ცეკავშირიდან გამოყავდათ ჩვენი ბაზიდან გაყავდათ ვოლგები მაგრამ ეს ვისაც ოფიციალური შემოსავალი ჰქონდა თორე ცეხში რომ მუშაობდა კაც 60,000 მაინც რო ჰქონდა და 60,000 თუ 40,000 იხდიდა ვოლგაში ის სხვა ამბავი იყო ანუ როგორც საბჭოთა კავშირი დამახინჯდა 70-იანების დასაწყისიდან განსაკუთრებით 80-იანებში ასევე დამახინჯდა ამერიკის შეერთებული შტატები. აქ თუ ვოლგაზე იყო ბოლო ოცნება, ცეხავიკის სიტყვაზე, აქ იყო აი იმ გარყვნილი მსახიობების, აი იმ ელიტის მდგომარეობა, რომელიც ყველაფერი უარყვეს. ბაბა ხანს სხვავდნენ ბავშვების და ხარას არაკეთებდნენ. ანუ ჩვენ პარალელში გვაქვს ახლა მდგომარეობა, რომ უნდა შეიცვალოს ეს სოფლიო. ამ სოფლიოს შეცვლის დროს კიდე ერთხელ ბევრჯერ გვითხოვს, კიდე ერთხელ საქართველოს არ მოყვეს იქ საიდანაც შეგვიძლია გავძვრეთ ბოდიში ამ გამოთქმაზე რა ჩვენ ახლა გვაქვს უნდა ჩამოყალიბდეთ დროულად
არ შეიძლება ამდენი კითხვის ნიშნების ქვეშ და არ შეიძლება ამდენი ელოდო რას გადაწყვეს ტრამპი და პუტინი. პოლიტიკოსი იმიტომ ხარ, რომ რაღაცა ერთი თვით ადრე უნდა დაასწრო მოვლენებს, უნდა გარისკო. თუ პოლიტიკურად სერიოზული პოლიტიკოსი ხარ და არა რომ მოხდება, ის არავის აღარ აინტერესებს მე. თუ რუსეთმა დაითხრია აქაურობა და გავლენა მოახდინა, დაითხრია, ანუ პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოახდინა. მე ჩვენ ელიტას პოლიტიკურ ელიტას არ ნაკლებად შეეკითხება. შენ სანამ მიდის ბრძოლა, მანამდე დაიჭირო ანახეთ ანიკით. აქამდე ვართ მისულები, ხო? ხო ხედავთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიდის. ბიჭო, გაუშვათ პატიოსნად, მადლობით, თუმცა სამადლობელო მაგათთან ყველაზე ნაკლებად აგვაქვს რა. რაც მაგას საქართველოს გაუკეთეს, აღამ ახმათხანს არ გაუკეთებია. ორი თაობა ახალგაზრდების დაგვიღუპეს. ამ ბავშვებს რა უნდა უყოთ არ ვიცი. ისინი ვერ ხვდებიან, ჩემი ახლობლის შვილები იძახიან ყველა აპირებს წასვლას. მოდავით, როგორც კი შენები მოვლენო, მე მეუბნებია. ბიჭო, ვინ ჩემები მე ვთხარი? აი შენები რომ მოვლენო, ჩვენ აქ ვერ ვიცხოვრებთ. ანუ ეს იმდენად სერიოზული პრობლემა დადგება, ყველა აპირებს გაგწევ უკვე ქვეყნები აქვთ. შერჩეული. და რატო გარბი ხარ ჩულებო, მოთხარი რა. არა, ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ არისო. მოთხარი ამ ქვეყანაში 80-იანი წლების დასაწყისში, 60-იანებში პერსპექტივა რო იყო 40-იანებში და პერსპექტივის გამო რო იკლავდა თავის ხალხი და სტალინისთვის და სამშობლოს რო ყიროდნენ, ისინი პერსპექტივისთვის უვარდებოდნენ იმ ტანკს, რომ მათ 27 წლიდან დაინახეს 40 წლამდე რომ მიწაზე მომუშავე ადამიანი გლეხის შვილს მიეცა საშუალება სოციალური ლიფტები იყო, რომ უციგნური ადამიანი უცებ გახდა პატივსაცემი, გახდა თავის ცხოვრების ბატონ პატრონი და აი ის რო კარგად ახსოვდა რა იყო 20-იან წლებში, რა იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში და რა ცხოვრება იყო 38, 39, 40 წელში. აი იმიტომ იყო ეს. ანუ სტიმული, აქ რომელი სტიმული უნდა გქონდეს? 92 წლიდან საქართველოს მაპატიეთ მიწასთან ასწორებენ. 92 წელს დაიწყო. ახალგაზრდების მინისტრება დანიშნა. მე მას არ ვამბობ, რომ მინისტრი ახალგაზრდა არ უნდა, მაგრამ იმას უნდა ყავდეს ცოტა უფროსი, ხელმძღვანელი. დაიწყო ისეთი ხალხის, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერი იყო. ეს მეორე მომენტი. მესამე, იყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება ოჯახებს შორის, ანუ თაობებს შორის. მამა უმუშევარი 50 წლის, შვილი სამმართველოს უფროსი 22 წლის, აბსოლუტურად არ აღელვებდა მამის პოზიცია. ეს ყველაფერი ხო შეგნებული იყო. თქვენ კაი ადამიანებო, აგერ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესში შედით რა. სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში და ჩავიდნენ ეს ბიჭუნები. იქ და კონგრესში რო კითხეს ასაკი. ერთმა კონგრესმენმა უთხრა, თქვენო ან ძალიან ჭკვიანები ხართო. აი 30-12 წლის ხალხი ფრაქციის ხელმძღვანელი ან ძალიან ჭკვიანი ხარ, ან თქვენ ქვეყანა არა გაქვთ. რა ქვეყანა შემოგთავაზეს? ბანანიც არა გვაქვს. ადრე ბორჯომი გქონდა, იმედი გქონდა, ისიც არა გვაქვს. რა ქვეყანაც გაგვიკეთეს? აი ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ არის. ეს არის პერსპექტივობის მაქსიმალური. რატო ბალტიისპირეთმა რატო დატოვა? ბოდიში, ბალტიისპირელების ნახევარი რატო არის გასული? ბალტიისპირელები ჩვენზე მოწესრიგებული, ჩვენზე უფრო დინჯი, უფრო ცივსისხლიანი, უფრო პრაგმატული წარმოება და უნგრიეს. ხო, შენ რა გიქნეს? გაიარეთ სოფლებში რა ხდება? გაიარეთ სოფლებში გული გაგისტება. მე ზუსტად გეტყვით ბატონო მიხეილ, ახლა ჩემ ბავშვობაში დასავლეთ საქართველოში ხო, რომ ჩავიდოდი, მახსოვს ახლა ხო, აი ჩემს წინაპრებთან ერთად ან სოფელში თუ მოვხდებოდით, ჭის გვერდზე თქვა ჭადართან იშლებოდა პურმარილი, ცივად დედლები, ჭყინტიყველი, ჭადი, ხო, ანუ იმერული პურმარილი ფხალეულობა მომენტალურად ჭურის თავზე იქ ციცკაცოლი კაური კრახუნა მოხდა და მიდიოდა ქეიფი. ეს მონები რო იყვნენ, მონები. ხო, და თქვა კვირის განმავლობაში კოლმეურნეობაში დასაქმებულები მიდიოდნენ, აი ფილმებში რო არის, ნეორეალიზმებში, ხო, იტალიურ ფილმებში. ზუსტად ასე პატარა ტრაქტორზე უკან დაჯდებოდნენ და ქალები, კაცები, ახალგაზრდები მიდიოდნენ საკრეფში, ანუ საკრეფავში. და დოვლათი იყო. ანუ ყველა ეზოში აი თქვენს მიერ ნახსენები ვოლგებიც კი იდგა. თან ახლები და ამაყობდნენ ეს ნიკელის რანტები რო ქონდათ უწმენდნენ და სიამოვნებდათ. ახლა იმავე სოფელში ხო, აი პირობითად ახლა რომ ყოფილვარ დასავლეთში, თქვა ზღვისპირეთით რომ ბრუნდები, მაინც გინდა არ გინდა უნდა შეიარო. სახლები ცარიელია და ზეთ ბალახია მოდის.
და თითო კინკილა მოხუცები არიან დარჩენილები ახალგაზრდობა სულ გასული. და იმავე სოფლებში იყო აბრეშუმის წარმოება, ერთადერთი უნიკალური მუზეუმი გვაქვს აქ თბილისში, აი სადაც მუშტაეთის პარკია, ეხლა მე მგონი რესტავრაცია მიდის იქიდან, ქართული აბრეშუმი იყო ერთ-ერთი ჩინურის შემდეგ კონკურენტი, ანუ ხარისხისგან გამომდინარე. ისიც კი მოიშალა იქ. იქვე, აი თერჯოლის რაიონს ეხება, შამპანიურის ქარხანა იყო, სადაც აი სავიეტსკაია შამპანსკაია რო ეწერა ხო, მთელ საბჭო 147 მილიონი ადამიანი რო ყიდულობდა, იქ მოდიოდა. იმიტომ რომ ეს იმერული ღვინო, ეს სპუმანტია, ანუ ესეთი იგრისტაე ვინო რო ეძახიან, ხო, მოთამაშე ღვინო არის, ბუნებრივი შამპანიურია, უნიკალური. სადღაა ეს ყველაფერი? მოდავით, კახეთში იყო კოლმეურნეობა, რომელიც აწარმოებდა ვარდის წარმოებელი, რომელიც ბოლო ყველაზე ძვირფასი რაც იყო დაახლოებით $200,000 ღირდა 1 ლიტრა თუ არ ვშთები ვარდის ბოლო ანუ ვარდისგან მიღებული ჯერ ხო გამოწურავდნენ იმისთვის მურაბისთვის მერე პარფიუმერისთვის მერე აი ბოლო პარფიუმერიას რაც ეხება ბულგარეთში ნამყოფი ვარ ქალაქში პლოვდივში. მათი არის ეს საფირმო ნიშანი, ვარდისგან დამზადებული იქ საპნებშიც კი ვარდის ფოთოლიურევია. ხო და აი ამ ბოლო პროდუქტი დაახლოებით მე მგონია 200 თუ 150,000 მაინც ღირდა, რომელსაც იყენებდნენ კოსმოსური ხომალდების ის რა ქვია ნაწილების შესადუღებლად თუ მოგეთ ნაწილებს რო ყოფილიყო. მსგავსი იყო 100 და 1000 საწარმო, ხო? სოფელში, იმერეთის სოფელში ვიყავი რამდენიმე წლის წინ. აი, გამახსენდა, აი, ფილმებში რო არის რა, იმერული გაპარტაკებული სოფლები რო არის. და გოგიაუიშვილის ის მახსენდებოდა ძალიან ხშირად რა. რა დღეში იყო საქართველოს და როგორი მდგომარეობით ჩაიბარა საბჭოთა ხელისუფლება. მე ერთხელ და გასტრონომებში რადგან ვარდზე დაიწყეთ საუბარი გახსოვთ ხომ ვარდის მურაბა რო იყიდებოდა. და რატო იყო პოპულარული ეს ვარდის მურაბა? ხო იშვიათი იყო. სტალინის საყვარელი მურაბა იყო და მაგიტო ეთყობა ნუ ასე იყო. ბატონო დავით, ჩვენ ახლა ვარ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. ის რაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება დაიწყოს მათი პერეფორმატირება თუ სახეცვლილება კონსერვატიზმის სახელს დაარქმევენ. კონსერვატიზმი, ახლა ჩვენ საუბრობდით რა, კაპიტალიზმი და კაპიტალისტობა და კონსერვატიზმი ჩემთვის არ განსხვავდება. კონსერვატიზმი არ არის ის, რაზეც კონსერვატიზმი რა არის? ჩემი შენარჩუნება, მაგრამ კონსერვატორები იყვნენ. ადრე ვთქვი და გავიმეორებ. ფაშისტური გერმანიის ჰიტლერი იყო კონსერვატორი. თან როგორი კონსერვატორი იყო. მაგრამ ეს არ უშლიდა რომ ხალხი გაეტყავებია დავარცხნილ განათლებულ გერმანელ ხალხს, ხო? კონსერვატორიზმი კარგია, უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი. ჰოლანდიამ რო თქვას, მე კონსერვატორი ვარო, რას ინარჩუნებს? იმ არატრადიციული ურთიერთობების შენარჩუნება ხო იგულისხმება მათ კონსერვატიზმში. ჩვენ კონსერვატორში იგულისხმება რაც ჩვენ ქონდა. მაგრამ შენ ამ კონსერვატიზმით აპირებ ისევ კაპიტალისტური იდეების იმ იდეების გახორციელებას, რომელმაც ეს ქვეყანა მიწასთან გაასწორა. მაგრამ გაგშენ მეორე მაგალითი. საქართველოს 21-90 წელი. როდესაც აი თქვენ რასაც ბრძანებთ, მაშინ ეს იყო რომ გუგუნებდა ქვეყანა. და მთელი პოსტსაბჭოური და პოსტსოციალისტური ქვეყნები ჩვენი პროდუქციით იყო. აი სად მოგატყუეს. დღეს რატო გატყუებენ? დღეს კიდე გატყუებენ. გატყუებენ იმიტომ რომ შენ გინდა მოიტყუო თავი ძმაო. მოდა საყოლელი ერი გამოვდექით. ყველა ადამიანს აქვს ასაკიდან გამომდინარე, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველას აქვს თავისი ადგილი, ჩაცმის, დახურვის, საუბრის. არ შეიძლება იმაში რა ქვია, ვენახში წავიდე მე ახლა აი ესე ჩაცმული. ვიქნები სასაცილო ვინმე, ხო? მაგრამ არ შეიძლება ოპერაში მივიდე დახეული ჯინსით. შებძანეთ თეატრებში როგორ დადიან. არავინ თავს არ იწუხებს. ერთი წამი არ იწუხებს თავს ადამიანი რომ სხვას პატივისცეს, ანუ მისი გარეგნობით, სამოსით, დამოკიდებულით, სამოსი ხო ადამიანის ფსიქოლოგიასაც ცვლის, როცა შენ რაღაც ისე ხარ როგორც საჯო ხარ. სტადიონზე რომ მიდიხარ, ფეხბურთს ადამაშოთ, არ უნდა გეცვას რა ქვია, პალტო, ხო, უნდა გეცვას სუბუქი რა. ანუ აი ეს ყველაფერი რო აგვირიეს და აგვირიეს შეგნებულად. და დღეს მივედით ამ მდგომარეობამდე. რომ ბავშვი არ გავს, ხალი ხალს გავს, კაცი კაცს არ გავს, ჩემ გავიდა მე ის არა ვარ, რაც 30 წელს წინ ვიყავი. არც განწყობით, არც ხასიათით, არც დამოკიდებულებით. ჩვენ ყველანი გაცილებით
გავხდით ჩორსკი როგორ აქართულად უხეშები თუ რაღაცა აი მიმღეობა აღარ აქვს სხვისი უბედურების. რას ლაპარაკო თბილისში ვინმე რომ გარდაიცვლებოდა. თან ახალგაზრდა მთელი თბილისი იმას ტიროდა. პლეხანოველები ადიოდნენ ზემო გაღმელებთან, გამოღმელები ქვევით. დღეს ხალხი პანტაპუდით ახალგაზრდა გოგობიჭები ერთმანეთს წამლში იპარებიან. და ხო აი მის ახლობელს შვილს დაეღუპა წამალში გაიპარა. აი როგორ ვიღებთ იცი? ნუ ეს იცის ომმა. ომის დროს ახლა ყველაზე რო ეგლობა და ყველა თავი მოეკლათ ხანდახან სოფელში 2-3 ის მოდიოდა. თუმცა მაშინ გაცილებით დიდი გლობა იყო. ის ხალხი შეინარჩუნა, ხსოვნა შენარჩუნებულია. დღეს არაფერი აღარ დარჩა. ადამიანი აღარა ვართ. ადამიანობა დავკარგეთ. ერთხელ მახსოვს სამტრედიაში წავედით, ნაცავი გარდაიცვალა 26 კაცი წავედით, ბილეთი ავიღე მე. ცეკავშირის ქვევით სალაროები იყო. რატომ მახსოვს? 26 კაცი შევგროვდით ნათესავები. დღეს 26 კაცი დაბადების დღეზე რომ დაუძახო. დარწმუნებულია შეიძლება 15 ვერ მოვიდეს. აქ ხო ხარჯია. ბილეთის ფული. ისედაც აღარ არის თუ დააკვირდებით ეს მისვლა მოსვლა. არა, ხო, რო არ არის, იმიტომ რომ ცხოვრება გააძაღლეს. ღირებულებები შეიცვალა. ცხოვრება გვიქციეს ძაღლის ცხოვრება და საქართველოში აი ძაღლებივით გაცხოვრებენ. აი ხა გაზი არ არის. მოვატიეთ. გაზი არ არის თითქმის 1 სუტკა, ხო? ბევრმა დამიერეკა და მაშაყირებენ. რა ვქნა? ვიყიდო პლიტა, ვიყიდო ბალონი, აბრუნებთ 90-იანებს. ხალხის ფსიქიკაში ძალიან ცუდად ზის 90-იანები. ეხლა მიმართავ ხელისუფლებას. მაქსიმალური კონტროლი დააწესეთ ამ რა ქვია მონოპოლისტ გაზავიკებზე და ელექტროენერგიას ვიწყოთ. ვინმე ეგონა თუ გახსოვთ 90-იან წლებში რომ ერთი ხელის მოსმით, ერთი ამ ონკანის გადაკეტვით გაწყდებოდა გაზი? არა. ხო, ყველას ცენტრალური გათბობა იყო უბნებში, ნუ ნაწილი ძველი სახლებისა იყო ამ ეგრეთ წოდებული კალონკებით, თავისი საკვამურები ჰქონდა, მაგრამ და გათბობა იყო. უცებ მომენტალურად გაწყდა ვინმე ეგონა და რა გარანტია რომ ახალც არ მოხდება. ხო და აი დღეს უკვე იმდენმა დამირეკა, იმდენი შეშფოთებულია ზოგი Facebook-ზე, ზოგი ნათესავი, ზოგი ის რომ უკვე ხალხ შეეშინდა. ანუ ის ძიმე წლები ამოუტივტივდათ. ძალიან ცუდი რამ მოხდა. და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დასავლეთმა 90 წლიდან მოყოლებული დღემდე ეს ქვეყანა აქციას ჯოჯოხეთად უპერსპექტივო ქვეყანა ვართ. იმიტომ რომ მაგათ ხელში ვართ. ყველა თავის ქვეყანაში რატო აქვს პერსპექტივა? თავის ქვეყანაში რატო აქვს კანონი? აქ რატო არის ესეთ უკანონობა? აქ რატო გთვლიან რომ თუ პრეზიდენტი და პრემიერი არ დაემორჩილა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის უნდა გამოაცხადონ რუსეთის აგენტად. რომელი აგენტები, რისი აგენტები? არ გვაკარებენ ჩვენი არც ერთი ჩვენი პარტიის წევრი ერთხელ არ მისულა, ერთხელ ვიყავი იმედზე 2 წლის წინ და რო თქვი რომ ევროპა გატყვევეთ მეთქი, წამყვანი კი რამე გადავარდა. არ გეთახმებიო. ეხლა მეთახმებით ბატონო იმედის პროდიუსერებო, რომ ევროპა მოგატყუათ, იქნებ ახლა სარბებად მეთახმებით. არა, ჯერ იქნევენ დროშებს ეს. კარგი რა ბატონო და გოიაშვილია თუ მემარნიშვილია თუ რაჭველიშვილია, ნუ ეს ტიპები ერთმანეთში ასოცირდებიან ჩემთვის. უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან უკრაინის დროშა ვერ ჩამოხსნეს. ეს პათოლოგია. თუ გინდათ მაზოხიზმში იყოთ, არავინ არ თქვათ მე ცუდად რა მე პირველად პირდაპირ მიმართავ ახლა თუ ვიღაცა შემთხვევით ან მოუყვებიან ამ ლიბერალებს. თქვენ უარეს დღეში ჩააგდებთ ქვეყანას. გასაქცევად გექნებათ საქმე, იმიტომ რომ მე ესე მინდა. თქვენ თვითონ გაიქცევით, უკვე იმ ჭკუაზე ხართ. რომ ეძებთ რომელ ქვეყანაში უკეთესი იქნება. სად უფრო მეტი სიაფია ბინების თუ საჩეგილია თქვენი მოპარული ბიზნესები გადაიტანოთ. მაგრამ იქაც ისეთ მდგომარეობა იქაც ვერ ჩახვალთ. დამთავრდა ის რომ სადმე გაიქცევით. 20 წლის წინ კი ბატონო გაიქცეოდი ევროპაში და ევროპაში იქნებოდი, მაგრამ დღეს ეგეც დამთავრდა. ამიტომ საკმაოდ ძლიერი მდგომარეობა არის, თუმცა იმედი იმისი რომ ხელისუფლება არ დაელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას. რას მოილაპარაკებს ტრამპი და ვლადიმერ პუტინი? მე იმედი მაქვს რომ ამას გააკეთებენ. აი მოლაპარაკების შემდეგ თუ დავიწყეთ აი მე არ ვიცი როგორ მდგომარეობა. მხოლოდ თანასწორუფლებიან ნეტავსდებოდე. მხოლოდ თანასწორუფლებიან პირობებში ვისაუბრებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეაპკოვი ამბობს. ანუ არავითარი იქ რაღაც დათმობა, ის პოზიციები რაც დღეს აქვს თქვა გამაგრებული რუსებს, ამაზე ეგ რაიმე უკან დახევა ან გარიგება არ მოხდება. როგორც თვითონ აცხადებენ უკვე დიდი ხანია ამას ამბობენ.
ვინც რუსეთი ოდნავ მაინც იცის. აი, წარმოდგენა აქვს რუსეთს და რა შეუულია რუს გააკეთოს. რამდენადაც შეიძლება იყოს შენი მეგობარი, იმდენადაც შეუულია იყოს ძალიან დაუნდობელი. ეს მათ ხასიათშია და მე ბევრჯერ მithქვავს, ტერს კონდეს თქვენთან საქმე მეთქი, ხო? ნახევრად ხუმრობით კი სერიოზულად მithქვავს. რასაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს. ეს მინდა, ის მინდა, კანადა მინდა, მექსიკა მინდა, ის რუტე მინდა, ეს რუტე მინდა. ღაზა მინდაო. ღაზა მინდა. საუკიანეს აქეთ უნდა ღაზა. რუსებმა რო თქვეს, რომ მე ახლა საქართველო მინდა, აზერბაიჯანი მინდა, სომხეთი მინდა, ბალტიისპირეთი მინდა. ბიჭო, შენ თუ გინდა, მეც მინდა, ხო? იმას ასაც შენ აკეთებ, ის მეც მინდა მერე. ანუ ჩვენ პროვოკაციას გვიწყობენ ბოდიში ატიდო. პროვოკაციის ხალხური ხვდებით ჩვენ. ის თავის მექსიკას რას უზავს და როგორ ამოიდებს ლაჯებსკაში ეს სხვა მაგრამ ჩვენ როგორ ამოგვიდებენ მერე ჩვენ როგორ აქ რა არის პოლიტიკა ეს არის გარჩევის და ურთიერთობის ესა ხო ნუ შენ ამას აკეთებ მე ეს მინდა ანუ გაიყოფენ ამ სიტუაციას და მერე დავწდენ ჩვენ და ვიზაღოთ ვაი ესა დაგვემართა თურმე 30 წელი მოგვატყუესო ეხლა თუ ვერ ხვდები რომ ამერიკა მოგატყუა ეხლა თუ ევროპა მოგატყუა ახია მეტის ღირსები ვართ და არავინ არ გაბედო საქართველოში მაგრამ ევროპაში ბატონო მიხეილ მაინც ძილბურანში არიან ასე მგონია ანუ მათ არ მოწონთ ბევრი რამ რასაც ტრამპი ქადაგებს ამ ბოლო პერიოდში და რასაც აპირებს რასაც ამბობს რატომ მოეწონება ხო და ეხლა გასულ კვირას მადრიდში ესპანეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ ულტრამემარჯვენეთა ლიდერები იყვნენ იქ მარინ ლეპენი სალვინი იყო ასევე იყო ეს პარტია თავისუფლება არის ნიდერლანდებში ეს გერტ ვილდერსი და მანაც ესეთ გააკეთა ესეთი განცხადებები რომ შოლცი და მაკრონი არის უკვე წარსულიო ანუ სადაცაა ესენი ჩამოშორდებიან პოლიტიკურ ასპარესო და მოვლენ ახალი ძალებიო და ორბანი რომელიც ასევე მონაწილეობდა ამ შეხვედრაში პირდაპირ თქვა ასეთი რამე რომ ჩვენ თუ გვეძახდნენ ერეტიკოსებსო ხო ეხლა ხო ხვდებითო რა მალე მოხდა ეს ცვლილება და ახლა ჩვენ ვართ მეინსტრიმშიო ანუ ჩვენ ვართ წამყვანი და გამწევი ძალაო ანუ ეს ულტრა მემარჯვენეები არიან ახლა თვითონ ეს გლობალისტები როგორც ეძახიან მაგრამ ტრადიციებზე და უფრო საკუთარ ერებზე ორიენტირებული ხალხი ნუ ეს ლიდერები ვინც არიან აი ასეთი ვითარება და ჯერ კიდეც ვისაც აქვს სადავეები შენარჩუნებული აი შოლცი და მერცი ახლა ერთმანეთს ებრძვიან თქვათ შოლცი აგრძელებს იმ ხას ამბობს რომ ტაურუსებს არ გადავცემ რომ რუსეთის სიღრმეში მოხდეს დარტყმებიო მერცი რომელსაც უფრო მაღალი რეიტინგი აქვს ამბობს რომ არა აუცილებლად გადავცემ რომ თუნდაც შორმოქმედების მანძილზე ამ რაკეტებსო ანუ თავიანთ შიდა ელექტორატზე მუშაობენ. ზუსტად ასე არის შტატებში. ჩვენ თუნდაც აი ეს რო ვიხილეთ, როდესაც ბაიდენმა გაიმარჯვა, თუ გაამარჯვებინეს, თუ მთელი მედია მის ჯიბეში რო იყო და კაპიტოლიუმის შენობაზე შეტევა რომ მოხდა, იქ რამდენიმე ადამიანიც დაიღუპა, დაშავდა და აპატიმრეს, ახლა ტრამპმა შეიწყალა, გამოუშვა ყველა უკლებლივ. ეს ყველაფერი ხდება შიდა ელექტორატისთვის. აი როგორც ახლა ჩვენთან გამოიკვეთა კონსერვატიული ძალები და არიან ეს ქართველები გვარით გენით სისხლით მაგრამ აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს თვალები გაფართოებული აქვთ და მოწამლულნი არიან აი ბაცილით ხო გონია რომ არ არისო ქართველი ხო არის ასეთი საბჭდილება გრჩება რო აკვირდები ამათ ფეხების ბაკუნს თან ერთნაირად ცალკე ეს ფემინისტი ქალები ფილარმონიასთან, ეს ბაია პატარაიას ქალები ფეხებს ხო აბაკუნებდნენ. ახლა ამ დოიაშვილის მსახიობებიც ასე ზუსტად ისეთივე აი კაშპიროვსკი რო ახდენდა იმას რა ქვია ტრანსში რო აგდებდა ადამიანებს ზუსტად აი ანალოგიურად იქცევენ. ვამდავთ, უყურეთ ესენი არიან შეშინებულები. ახლა მე გეტყვით ჩემ პირად მაგალითზე. მე პრაქტიკულად 80%-მა კლასელების, კურსელების, ახლობლების დავკარგე. და ვიცით როდის დამკარგეს? მთელი 30 წელი მაგათი აღლუმი რო იყო და მაგენი რო ასე ვთქვათ, მათი პოლიტიკა რო ტარდებოდა. ყველასთან მეგობრობდი. 10 წლის წინ რუსეთზე რო ლაპარაკობდი, დამცინოდნენ. ეხლა შეეშინდათ. აი ეხლა ბოლო 1 წელია, არიან გასულ ბოლო 6 თვე. და ყველამ დაინახა რომ მართლა შეიძლება ის ტყუილი რომელსაც მათ და მათ შვილებს თავზე მოახვიეს, დასრულდეს. და ეხლა გამწარებულები
ხან რას დებენ ჩემი მასე აიღებენ ჩემი Facebook-იდან გააზიარებენ აი ეს ჩვენი კურსელი იყო რამ გამოაშტერა ეს რეებს ლაპარაკობს რას ბოდავს ადრე დამცინოდნენ როგორ არის შენი რუსებიო ხვდებით ის პრამი და ანუ გზნობენ აი ეს ხო ესეც სტერეოტიპია ზურგის დასავლეთს აკრიტიკებ ლოგიკურად შენ კრემლის კაცი ხარ შენ რუსეთის კაცი ხარ ხო ანუ ეს სტერეოტიპი გამჯდარია მე კრემლის კაცს ესენი მეძახიან 92-93 წლიდან ავიღო 12-93 მაგრამ მანამდე ვიყავი აი ეს იდეოლოგია ჩვენ იყო ნუ ესენი ახლა როდის ახლა რა უკრაინა იგებს რა დროს რუსეთია ეხლა შეეცვალათ ეხლა გამწარებულები არიან და ყველას ჩემნაირს და ვინც ჩვენნაირად ფიქრობს ყველაზე მიდის პერსონალური დარტყმები აი წარმოგიდგენია არ დამიშავებია ერთადერთი რა ვთქვი ბატონო დავით უკრაინას დაშლიან დაანგრევენ მეთქი რომ დაიწყო უკრაინის კონფლიქტი შენ მკვლელი ხარო ებიჭო მე ვთქვი რატო ვარ მკვლელი რომ გეუბნები რომ უკრაინა ვერასოდეს ვერ მოუგებს რუსეთს უკრაინა კი არა მთელი მსოფლიო ვერ მოუგებს იმიტომ რომ ბირთვული ქვეყანაა და დაადუღებს ბოლო და წავა ციმბირსიკით ურალსიკით გადავა და არაფერი არ დაემართება რუსეთს ანუ სიმართლეს რო ეუბნები ძმაო ისინი ბრაზდებიან უკრაინა მოიგებსო გენერალი კაცი გენშტაბის უფროსები ამოდენ უკრაინა მოიგებსო ხა შიზოფრენიკებთან ურთიერთობა კომუნისტების სხვანაირად იყო ბატონო მიხეილ აი თქვენ რასაც ამბობთ ეს გენერლები ასე ამბობდნენო სანამ დაიწყებოდა უკრაინაში ომი და მკითხაობა იყო აბა თუ გაბედავს თუ არა რუსეთი იქ შესვლას ერთ-ერთ ეთერში მე თამამად პირდაპირ ხმამაღლა ვთქვი რომ რუსეთი აუცილებლად შეიყვანდა შეერაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე არ ეგონათ გაოგნებულები იყვნენ სოციალურ ქსელში მწერდნენ რომ სიზმარი ნახეო ან სიზმარი არ მინახავს მე უბრალოდ კარგად ვიცი რუსი ხალხის მენტალობა და ეს რომ მოხდა გაოგნებულები იყვნენ და იმ გენერლებს რაც ეხება ნუ ახლა მე ერთხელ ნათქვამი მაქვს უკვე ეს რომ აი ეს ყველა ის გენერალი რომლებიც აი იმ გლობალისტურ არხებზე იყვნენ რაღაც ექსპერტებად მიწვეულები მათ დიდი სიამოვნებით ჩემი ხელით ჩამოვახევდი სამხრეებს სააღლუმე ფორმიდან ამას ვამბობ მთელი პასუხისგებლობით აი პირდაპირ ეთერში კიდას თავად ვარ პროფესიონალი სამხედროს შთამომავალი რომელსაც ჰქონდა არაერთი უამრავი ორდენი და მათ შორის უიშვიათესი ნიშანი რომელიც მხოლოდ ორ ქართველ სამხედროს ჰქონდა მიღებული მეტი რა ვთქვა ღმერთად ცხონოს და სამწუხაროა როცა აი ჩვენი ესეთი წინაპრების ქვეყანა დღეს შარლატანების ხელში აღმოჩნდა და იმას გამახსენდა უკრაინაზე 2016 წელი იყო მოგეთ ერთ-ერთ სამინისტროში მუშაობდი და სიფში უბრალოდ და ჩემი თანამშრომელი რაპირებდა უკრაინაში შვილის გაგზავნას მე ვთხარი არ მეთქი ომი იქნება უკრაინაში ყველა ვარიანტში ომი იქნება 16 ან 17 აღარ მახსოვს პანდემიამდე არის რატო და დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ უკრაინა დააჯახოს რუსეთს მეთქი და უკვე დაწყებული იყო აი დონბასის ამბები დაბომბა და ეს მიიყვანდა რუსეთს იქამდე რომ აიძულებდა ეს ნაბიჯი გადაედგა ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენ 2008-ში რატო ვიცოდი თქვენ და მეც რომ 2013 წლის გამოსვლა იყო პუტინის მოხდა ყირიმი მე უკვე მზად იყო დასავლეთი რომ კიდე ერთხელ დაერტყა რუსეთისთვის ბოლომდე ფეხზე რო ვერ დამდგარიყო აი ამ ყველაფერს ანალიზის შემდეგ ბატონო დავით ჩვენ ახლა დღეს რა უნდა გავაკეთოთ აი ახლა ვისხდეთ ჩვენ აქ და ამ ავანტურისტებს რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და ლიბერალური ძალები ბოლომდე ეს ქვეყანა შევაჭმევიოთ ამათ მე ერთხელ უკვე შეჭამეს ქვეყანა 1921 წელს როცა ამათი ბებიები და ბაბუები გაიქცნენ და უმრავლესობა ფაშისტური გერმანიის გიტლერის და აბვერის და იმის გესტაპოს რიგებში დადგნენ და სამშობლოს ყიდნენ იმიტომ რომ აი რო შემოვლენო ისინიო გიტლერი რო შემოვაო კომუნისტების რო წართმეულ ბაბუა ჩემის სახლს და მიწებს დაიბრუნებონო ამაზეა ანუ საკუთარი კეთილდღეობის დაკარგვის შიშმა ანუ ცხოველური შიშით შეიპყრნენ ამათ ახლა სერიოზული პრობლემა აქვს სერიოზულად ეშინიათ ხვდებიან რომ ტრამპი შეუძლია ჩვენიერ დღეს ისეთი რამე თქვას რომ რუსეთს შეატოვოს ეს რეგიონი და ასეც იქნება შემიძლია დასტური მოგცეთ ამისი ოღონდ როგორ მოხდება ეს რის ფასად მოხდება ამაზეა საუბარი ხო და მეორე ისაა რომ შენ ქართველმა რო ვერ გაიაზრე ისტორიული
მეხსიერება რო ვერ აღადგინე, ვის დროს უფრო კარგად იყავი. თქვი რომ აი კი საბჭოთა კავშირში იყო ესეთ ცუდი იყო რაღაცეები არ მომწონდა ვერ დავდიოდი პარიზში ვერ დავდიოდი ხო ბაბუა ჩემი და ბაბუა ჩემის ბაბუა პარიზში და ემა რა ქვია რომში სიარულის დროს მოვკვდა ყავას როსავდა ხო მაგრამ შენ ქვეყანა ქონდა შენ გაგამრავლეს გაგაძლიერეს და ამაზე მადლობა მაინც უთხარი რომ შენ ზაგიპყრეს მე დამბიხეს კაროჩე რебята разбежались ოღონდ კაროჩე მოხდა რაღაც მოხდა არა შენ გათახსირებულო ერთი ქალბატონი მეუბნება ჩვენ რო საბჭოთა კავშირში არ ყოფილიყავითო 300,000 ის მსხვერპლი არ იქნებოდა მეორე მსოფლიო ომშიო საომულო ომშიო ამდენი ასეთი სულელები ძალიან ბევრი არის ხალი არის საკმაოდ განათლებული ჩემი ასაკის არის შენ რო იქ არ ყოფილიყავი საერთოდ არ იქნებოდი მე ვუთხარი არიციან ბატონ მიხეილ არიციან ბატონ დავით აქ არის სხვა რამე აქ მე არ მინდა ახლა ის სიტყვები ვთქვა რა დიდი ჯოხია საჭირო რო აქ დაამყარო წესრიგი ნუ არის ეს მომენტიც კი არა ეს მომენტი კი არა სხვა ახლა ისეთი სისულელე რაც ახლა იმ ქალბატონმა ბრძანა რომ ასე რო არ ყოფილიყო თქვა და ეს 300,000 არ დაიხოცებოდა ნუ ეს ხო უბრალოდ უცოდინარობის თემა არის ახლა წარმოიდგინეთ 60,000-იანი კორპუსი ყავდა გამზადებული ოსმალეთს რომ შემოჭრილიყო საქართველოში ეს არის 42-დან 53 წლამდე მოსახდენი ამბავი უნდა მომხდარიყო ანუ თუ фон Клайсტი იღებდა კავკასიას ოპერაცია ედელვაის წარმატებით ხორციელდებოდა თურქები ამოდიოდნენ იკავებდნენ აჭარას სამცხე-ჯავახეთს და ნუ შესაძლოა ოზურგეთსაც ანუ ეს არის 2x2 4 ანუ აბაკუმოვი სუდოპლატოვი ანუ ბერია ყველა ესენი ამაზე იყვნენ ორიენტირებულები ხო ანუ სტალინის სპეცსამსახურების მერში მამაო ჩვენოსავით იცოდნენ რა ხდებოდა სამხრეთ საზღვრებზე სტალინის სულელი კი არ იყო ქართული ბატალიონი რო გადაისროლა ირანში რომ ზურგი გაემაგრებინა ირანთან მიმართებით ჰქონდა თავისი ინტერესები ისევ აზერბაიჯანის გაფართოების ხარჯზე ნუ მე შეიცვალა იქ პოლიტიკური ვითარება ხო და თურქეთს ნამდვილად უნდოდა ამოსვლა და დაკავება საქართველოსი ეხლა ხო და აი ეხლა არ უნდა აი ასეთივე ხო და აი ეს ქალბატონი რომელიც ამბობს რომ ის 300,000 ადამიანი არ დაიღუპებოდა ნუ ეს ხო უმეცრებაა და პრობლემა იმაშია რომ ჩვენ იმ 300,000 დაღუპული ქართველის სულებს და ხსოვნას პატივს აღარცემს ჩვენი მომავალი თაობა იმიტომ რომ ამოუშანთეს გონებიდან ეს თურქეთსაც შეეხება ყველა მეზობელი შეესწება შენ თუ არ იქცევი ადეკვატურად სულელივით იქცევი როგორც ბოლო 35 წელია ვიქცევით შეესწება შენ ხარჯზე და ეს ნორმალურია აქ ვერავის ვერ დავძრახა ვერც ერთ მეზობელს ყველას თავის ინტერესი აქვს შენ გამო არ უნდა შეიწუხებს თავს ეხლა რაც შეეხება მეორე მსოფლიო საომულო ომს ერთ-ერთი საარჩევნო უბანი მინსკში იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ჩვენ რო შევედით იქ დავათვალიერეთ უბანი და დავინახეთ ძალიან დიდი ასე ვთქვათ კედელზე გაკრული სურათები დაახლოებით ერთი 100 კაცამდე იქნებოდა და თანამშრომელს ვკითხე რომ ესენი მე ვთხარი საომულო ომის ვეტერანები არიან მეთქი და კიო და აი მათი ესე გვაქვს რა ქვია სურათები გვაქვს გამოკრული რომ ვინც წავიდა იმ პერიოდში ანუ ვინც იბრძოდა მე ჩამოვიდა და მე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში და კიდე რა ღონისძიებები გაქვს და აი ვეტერანებიო პატიჟებთო ვეტერანებსო საღამოებს უკეთებთო ვინც ცოცხლები აღარ არიან ბევრი ვინც იბრძოდა მაგრამ სამინისტროს თანამშრომლები ვინც იყვნენ კომუნისტების დროს ისიც როგორი იყო ყველა სამინისტრო ვალდებული იყო რომ 6 თვეში ერთხელ თუ 3 თვეში ერთხელ მოეწვია თავისი დარგის პენსიონერი ვეტერანები ვინც მუშაობდა ვის ეს დარგი შექმნა და მოეწყოთ მისთვის საღამო საჩუქრების გადაცემა იყო იქ შეიძლება არაფერი ისეთი მილიონი მაგრამ ის ადამიანი იყო დაფასებული ის სახში რომ მიდიოდა თითქოს თელი წელი ყოფნიდა აი ეს მუხტი რომელსაც იქ ზოგი მისი გაზრდილი დახვდებოდა ამა თუ იმ სამინისტროში მე თვითონ არ შემსწრე ამას რო აკეთებდნენ ჩემი უფროსები და აკეთებდნენ იმიტომ რომ ეს ნორმალურია ეს არის ადამიანობა ეს არის დაფასება და ესენი რაც დაგიფასებენ გითხრა შენ რო ქარხანა აშენ რუსთავის მეტალურგიული შეხარ დამპყრობელიო
შენ ხარ არამზადაო ჯარი უწერია ხო შენ უნდა მომესპიო მაშინ რომ ქარხანა უნდა გქონდა საავიაციო უნდა გქონდა ელმომშენებელი ჩახშენებელი ვაგონშემკეთებელი მეტრო არ უნდა გქონოდა აჰა всё გადაგვარებული ერი მივიღეთ 30 წელიწადში ანუ ის რაც ქართველს თურმე ყველაზე ცუდი ყველას აქვს ჩვენი ცუდი ჩვენ რა ხარ ჩემ თქوازე მიმიშვა და რაღაცა ბერკეტები არ იყოს ნუ ახლა ამას აქ შეიძლება ცოტა მეტი ჭკუა მაქვს მაგრამ ახალგაზრდობაში მე რომ მუხრუჭი არ მყოლოდა სადაც მე მუშაობდი მაშინ 90-იანების დასაწყისში 22 წლის ბიჭი ვიყავი და საკმაოდ სერიოზული ის ხოდა მდგომარეობა იქ რომ ბატონი ვახტანგ გოგუაძე არ ყოფილიყო და ჩემი ასაკის ყოფილიყო ჩემი უფროსი დაღუპული ვიქნებოდი იმიტომ კი რომ მე ცუდი ვარ ასაკმაიც ის და შენ უნდა ყავდეს უფროსი ვინც შენ გასწავლის და რაღაცას გეტყვის სულ ეს არ გააკეთო იმიტომ რომ ამას ეს მოყვება ამათმა ვინა ერთნაირი ასაკის იყო მინისტრი მოადგილე სამართლოს დეპარტამენტის უფროსი და ერთმანეთს მაპატია ის მას აწყობდნენ 2003 წლიდან განსაკუთრებით ორგი დედალი ძროხები და ორგიებს აწყობდნენ სამი ხო მინისტრი რო იყო ახალგაზრდა ბიჭი დედალი ძროხები და წარმოადგენენ არ ქონათ რასაკეთებდა კამპუჩიაში 9 მილიონზე მეტი ამოწყვიტა პოლპოტმა კამბოჯაში ნუ კამპუჩია ადრე ერქვა ხელისუფლებაში მოიყვანა ასე 20 წლის ბიჭები სორბონა ქონდა დამთავრებული ისევე როგორც სააკაშვილი სწავლობდა სადღაც კოლუმბიის და მერე საფრანგეთში სადღაცას კიდე ასე სწავლობდა ანუ პრინციპი ერთი ქონდათ სტალინსაც ყავდა 27-35 წლის მინისტრები და 30 წლის მინისტრები ყავდა გენერლები ყავდა მაგრამ იქ სხვა პასუხისგებლობა იყო სხვანაირად იყო მოწყობილი სხვა სისტემა არ გაძლევდა იმის გაკეთების უფლებას და ის ხალხი იყო დაბრძენებული 20 წლის ბერია 20 წლის იყო 21 წლის იყო NKVD-ს ამერიკაში NKVD-ს უფროს მოადგილე იყო და მართავდა სიტუაციას ხა ბერიასნაირები 1-2-ია მაგრამ ზოგადად ხო ყველაფერი შეიძლება თუ შენ ქვეყანა გიყვარს შენ თუ ხელისუფლება მოხვედი ქვეყნის ასაშენებლად ააშენებ მაგრამ შენ თუ ხელისუფლება მოხვედი სხვა ქვეყანას ემსახურო ხვის წინააღმდეგ მაშინ მივიღებთ ამას და ეს მოცემულობა გვაქვს დღეს და ამას ძალიან ვთქვი ნურავინ ნუ შეეკამათება ამ თემაზე ნურავის დღეს გვაქვს ტროცკისტების ჟორდანია მოღალატე აფერისტის ბავშვები რო შეატოვა და გაიქცა იქ თაწმინდაზე რო აასვენეს ვიღაცეები კიდე ავანტურისტები ანუ ისტორია როგორ უნდა გადაწერო ასე როგორ გამოულაყო თავი ახალგაზრდებს რომ ხვალ ქუჩაში გასვლა შეეშინდეს და ანუ ეშინიათ უკვე ეშინიათ იმიტომ რომ იციან რა გარდაუვალი პროცესი იწყება რომელსაც ვერავინ არ აღუდგება წინ ისევე როგორც კალიფორნიაში კალიფორნიამ გააკეთა განცხადება როგორც კი ემიგრანტებზე იყო ლაპარაკი ტრამპმა როგორც კი გააკეთა განცხადება კალიფორნიის და კიდე რამდენიმე შტატმა გაუშანშალა ისეთი პროტესტი რომ თითქმის მივიდოდნენ დაშლამდე ხო იმიტომ რომ ეს კალიფორნია და ეს შტატები დგას იმ იაფ მუშახელზე ხო და მისი ეკონომიკა კალიფორნიის ეკონომიკა შეიძლება რამდენიმე შტატის ეკონომიკაზე უპირველესი იყოს და უფრო წინ იდგეს ანუ პრაქტიკულად პრობლემები თელ სოფლიოში არის და ამ პრობლემებში ჩვენც ვართ ნუ ჩვენ ვართ იმ პრობლემებში რომის ჩვენ გაგება არ გვინდა ეს არის უბედურება დაავადებას თუ ვერ დაარქვი რა ჭირს რა რითი უნდა უმკურნალო და ჩვენ არ გვინდა დაავადების თქვა რომ ჩვენ 25 წელი მივდივართ კატასტროფაში აგერ არის ხრამი აგერ არის სახლი ხრამში ვარ გადაშვებულები თათა გეუბნებიან რომ ეს ხრამიო იცი რა ეს დემოკრატიული ხრამი არის აქ რომ გადავარდებიო კერფელი მოგივაო უბრალოდ ჰაერშიო ცოტას იფრენო და მე უკვე რაც მოხდება და ბატონ მიხეილ ჩვენ 5 წუთზე ცოტა მეტი დრო გვჭება ვფიქრობ რომ ესეთი საკითხია ღირს რომ შევეხოთ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პერსონალური შემადგენლობა არის უკვე ცნობილი და მასში შედიან ქართული ოცნებიდან თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თერგი შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია. და ოპოზიციის კვოტით იქნებიან ხალხის ძალის წევრები სოზარ სულბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო ევროპული სოციალისტებიდან ილია ინჯია. ანუ 10 წევრითაა ეს კომისია განსაზღვრული.
კიდე არის იქ ორი ვაკანტური ადგილი, გახარია საქართველოსთვის თუ შევლენ წესით რა ვიცი ახლა თუ შევიდნენ, იქნება ალბათ მათი წარმომადგენელიც. აი ამ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ქმედებები უნდა შეისწავლოს. თუმცა იქვე არის მითითებული, რომ თუნდაც 2008 წლის ომის პირობებში სამხედრო მეთაურები, ვინც იყვნენ უშუალოდ იქ პოზიციებზე, ან მებრძოლები, რა თქმა უნდა, ეს მათ არ შეეხება. და აი პოლიტიკურ პირებს ეს პასუხისგებლობა დაეკისრება. რატო არ შეეხება 2008 წლის ომის გენერლებს? ახლა თუ ჩავთვლით, რომ თავდაცვის მინისტრი იყო კეზერაშვილი, მას ალბათ კი. Ani გენერალური შტაბის უფროსი. მაგრამ უშუალოდ პოზიციებზე ახლა ლეიტენანტი იყო მეთაური და ასმეთაური. მე სამხედროებზე მე ვაბობ მინისტრის მოადგილე ბრიგადის ხელმძღვანელები. ხო, ეს შესაძლებელია, კი. ვინც ჩააბარა. კი. 50 საათი არის. დღენახევარში ჩააბარეს იქაურობა, ხო 2008-ში. ამათ არ უნდა მოთხოვ და ახლა ეს კომისია რა თქმა უნდა მივესალმები. პიროვნულადაც ჩვენი პარტია მიესალმება. მაგრამ მე მაქვს ერთი კითხვა, რამდენი ხანი გაგრძელდება ამ კომისიის პირველი შედეგის დანახვა. აი, უბრალოდ მაინტერესებს, ერთი თუ დაჭირდება, ორი თუ დაჭირდება, პროკურატურაში ტომები დევს. უბრალოდ გადმოსაღებია, წვერი უნდა გადაწმინდონ, გაიტანონ კომისიაზე და დაახლოებით 2 კვირაში, 3 კვირაში, ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვა შენ არ იცი ეს სისტემაა, მაგრამ სურვილი შემთხვევაში და ხალხმა ეს უნდა დაინა, ანუ ხალხმა არ უნდა ჩათვალოს ჩვენ მოსახლეობამ, რომ ეს კომისია არის ფიქტიური. ფიქცია იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ყურადღება გადაიტანონ და თქვენ რომ აი ჩვენ დავიწყეთ. აი თქვენ კითხვაზე პასუხია, დროებითი საგამოძიებო კომისია იქნება 3 თვის ვადით, მაგრამ შესაძლებელია მისი სამუშაო ვადა 6 თვემდე გახანგრძლივდეს. კი ბატონო, 3 თვე არის ყველაზე მოკლე. ახლა მე რატომაც ვფიქრობ, შეიძლება 1 წელი, 2 წელზე აკოტრიალონ მეთქი ბოდიში. თუ 3 თვეში პირველი შედეგები და თვენახევარში იქნება, პირველი მე ვიტყვი მადლობას და ვიტყვი რომ ოპონენტ მირეკამე და კიდე მოგვატყუებს ოცნებაო, ეხლა ამ კომისიას შექმნისო, აკოტრიალებენ ამ თემებსო და გაიყვანენ დროსო. პირველივე 1-2 კვირაში, 10 დღეში პირველივე ის უნდა გამოაქვეყნონ. პირველივე შედეგები. აი როგორც კანონი მიიღეს. ფარაზე ხო დაპირდნენ. ფარა უნდა მიიღონ. მათ ხელშია დაჩქარებულად მიიღონ, რა პრობლემაა. შეუძლათ 1 კვირაში ფარას მიიღონ და ყველაფერი. და ეს საგამოძიებო კომისიაც ამუშავდეს. აი თუ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ აი ეს ხალხი ვის წინამდეღაც აპირებენ ახლა საქმის გამოძიებას, მათ შორის აი ეს გენშტაბის უფროსები და ისინი, აი უკვე დადგა მათი პასუხისმგებლობის საკითხი. ჩათვალე რომ ოცნება ძალიან სერიოზულ ხულას არ ვიტყვი. დობის მას დაიბრუნებს, აღდგენას დაიბრუნებს. ეს იქნება საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი. 2012 წელს მათ მისცეს ხმა ამისთვის. გასაგებია. ყველაფერი გასაგებია. ზეწოლები, გეოპოლიტიკა, მაგრამ არის რაღაცა, რომელიც უნდა ნაბიჯი გადადგა და თქვა, რომ ეს არის გასარისკი და რისკის დროს ყველა პატივს გცემს. კი ბატონო. თავმჯდომარე მაინტერესებს, ვინ არ კი ვიცი, ვინც იქნება, მაგრამ ხოლმე არ გააჟღერო. სია არის ცნობილი, ნუ გარდა იმ ორი ვაკანტური ადგილისა, ვინც არის ამ კომისიაში, ნუ თავმჯდომარე გამოჩნდება ალბათ, როდესაც საბოლოო ჯამში შეუდგება ეს კომისია მუშაობას. თუმცა ეს მანამდე ერთი კომისია ჩვენ ვნახეთ. მომის შემსწავლელის კი ბატონო კომისია, მაგრამ რაიმე ხეირიანი თქვენ გახსოვთ იმ კომისიის დასკვნის თანახმად ან ხელშესახები რამე იყო საბოლოო ჯამში. იმიტომ წერენ რომ მასქენიო ნახეო აბა უყურეო შენები ახლა ჩემი ვირატო არიან ეგ მეორე საკითხია თუ მესამე. ჩემი იმიტომ რომ ამბობ რომ ეს ხელისუფლება ომში არ ჩართვით და რუსეთთან ზომიერი ურთიერთობა მე უფრო მეც მოვითხოვ. მე ოცნებისგან მოვითხოვ გაცილებით მეც. იმიტომ რომ ნაბიჯია გადასახმელი კონკრეტული. თუნდაც ვიზების ისა ბოდიში დიპ ურთიერთობის აღდგენა. შენ სხვანაირად ვერ დაიწყებ ურთიერთობას. ამიტომ ოცნებას აქვს სერიოზული გამოწვევები და ეს ამბავი ამ წლის ბოლოს მაქსიმუმს ამბობ. თუ წინ არის ადგილობრივი არჩევნები. ადგილობრივ არჩევნებში აი ესეთი დინამიკით აი დღევანდელი დინამიკით ვერ მივალთ ნორმალურად. სხვა მუხტი ჭირდება და სხვა ბიზგი ჭირდება ხელისუფლებას, რომ ხალხმა ირწმუნოს, დაიჯეროს ამ ხელისუფლების და მისცეს ხმა. ხო, აი პატარა პროგნოზის გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით. თუ ამას, რასაც თქვენ ამბობთ, ხელისუფლება არ გააკეთებს,
ხომ იცით ეს ხალხური ნათქვამია ეშმაკს არ ძინავსო. რა თქმა უნდა. და უკვე აი ისეთი აბრევიატურა არის რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციით, სოციოლოგია გუკაჭკაჭიშვილიც ძახის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოცნებაო დასუსტაო და დაკარგა მომრჩეველთა დაახლოებით 8-9%, თუმცა ჯამში ხმების 32%-ის მობილიზება შეუძლია. ეს რას ნიშნავს? რომ რაღაც ისევ კოალიცია რის გარშემოც ტრიალებენ, ეს ოპოზიცია, რომ კი, ოცნებას ეტყვიან, კი, თქვენ ხართ პროევროპული პლატფორმა ხო გქონდათ, ხო ამბობდით, რომ ყოველთვის კი იყავით ოპოზიციაში, ოღონდ ჩვენი ხართ. იყავით აქ ტრიალეთ, უბრალოდ ხელისუფლებაში არ იქნებით. და უკვე აი დაახლოებით ასეთი პროგნოზების კეთებას იწყებენ, ხდებით? ხო და დაუჩა. დიახ. თუ ოცნება კარგავს ხმებს, ცოტა მეტ ხმებს და გავლენას და პატივისცემას კარგავს ხელისუფლება, ისა ოპოზიცია. დიახ. თუმცა აი კიდე ერთხელ ვიმეორებ, მსგავსი შემთხვევა რო გამეორდეს, რასაც ახლა გაზი ქვია, ხო, გაზის ამბავი. ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს. ანუ ფსიქიკა ჩვენი მოსახლეობის, ვისაც 90-იან გავლილი გვაქვს, არ არის მზად ამის მოსათმენად. აი აქ არის დიდი საფრთხე დივერსიების გაჭედილი როა სამინისტროები და უწყებები ნაციონალებით და ხუთიანები რო შუბზე აქვს და მანქანებზე. აი ეს არის ახლა. იმედია ამასაც ამ ნაბიჯსაც გადადგავენ. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ მთავარი ამოცანა არის საქართველოში დამთავრდეს 35 წლიანი ტყუილი და ხელისუფლებამ როგორც ბელორუსია იზრუნოს ადამიანზე და არა 120 და 200.000-იანი ჯიპებში მждар ბატონებზე ადამიანზე ყველას მეორებს საომლო ომის დროს მამა ჩემი მეუბნებოდა რომ ბაბო ჩემი მოსამართლე იყო როგორც მე მიჭირდაო ისე უჭირდა უბრალო ადამიანი უბრალო რა თანამდებობის პირი ვინც არისო როგორც რაიკომის დივნის შვილი ცხოვრობდა ისე ცხოვრობდი მეო ისე ვიდექითო ნავთის რიგშიო და პადუშკა კამფეტები ისე გვენატრებოდა ყველასო ანუ თანასწორობა იყო იქ არ იყო რომ ვიღაცას მაპატიე და ისა რა ქვია ხაშლამა და ჩაკაფულები ქონდა და ვიღაცა 200 გრამ პურზე იყო როცა გაჭირების დროს ყველა უნდა იყოს ერთნაირად რომ მორალურად ეს ადვილად გადაიტანო ამაზეა საუბარი და ამ შემთხვევაში სოციალისტური და სოციალური ქვეყნის აშენება ეს არის პრიორიტეტი და მე იმედი მაქვს ეს სრულებები ძალიან მალე დაიწყება. დიდი მადლობა ეთერში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. შევხვდებით ხვალ 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.